გორში ერთ-ერთ ქუჩას კომპოზიტორის ჯემალ ბეგლარაშვილის სახელი მიენიჭება. საკითხზე გორის საკრებულოს რიგ გარეშე სხდომაზე იმსჯელეს. ცივცითი ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის მანუჩარ ლაფაჩის განმარტებით ბეგლარაშვილის სახელი მდინარე მეჯუდის პირას ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭება. ჯემალ ბეგლარაშვილი არის ავტორი ცნობილი სიმღერის, რომელსაც გორის ჰიმნს უწოდებენ. მისი შექმნილია კამერული ინსტრუმენტული ნაწარმოებების სიმებიანი კვარტეტი, საბავშვო საფორტეპიანო პიესების ციკლი, ვოკალური ინსტრუმენტული ნაწარმოებები. ჯემალ ბეგლარაშვილი 77 წლის ასაკში 2017 წელს გარდაიცვალა. დღევანდელი გარეშე ბიუროს სხდომაზე შემოსულია ერთ-ერთი საკითხი უსახელო გეოგრაფიული ობიექტის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით. კერძოდ ეს არის მეჯუდის სანაპირო, ახლად გაკეთებული ქუჩა, რომლის სიგრძე წარმოადგენს პირველი მონაკვეთი 8-7 მეტრს, ხოლო მეორე მონაკვეთი 202 მეტრს, მიენიჭოს ცნობილი საზოგადო მოღვაწის კომპოზიტორის ჯემალ ბეგლარაშვილის სახელი. კომისიურად ეს საკითხი შევისწავლეთ, ვიყავით ადგილზე გასული, მოსახლეობის მხარდაჭერა იყო, კომისიაზეც ერთპიროვნულად კომისიამ ერთობლივად მიიღო დადებითი დასკვნა და ეს ბიუროზე გავლილი საკითხი გამოვა რიგ გარეშე საკრებულოს სხდომაზეც, რომ ამ ქუჩას უსახელო გეოგრაფიული ობიექტს დღეიდან ერქმევა უკვე ჯემალ ბეგლარაშვილის სახელი. მოვდივარ და მესამე ბაცა